მოგესალმებით. ეს ინფორმაცია საგანმანათლებლო ხასიათისაა და არანაცვლებს ექიმთან კონსულტაციას. დეპრესია, უხილავი მტერი და მასთან ბრძოლის გზები. ხშირად გვესმის ფრაზა: დეპრესიაში ვარ, როდესაც ადამიანი უბრალოდ მოწყენილია. მაგრამ რა არის სინამდვილეში დეპრესია? ეს არ არის სისუსტის ნიშანი ან უბრალოდ ცუდი ხასიათი. ეს არის რთული კლინიკური მდგომარეობა, რომელიც მილიონობით ადამიანს ართმევს ცხოვრების ხალისს. დღეს ჩვენ დეტალურად, მეცნიერულ დონეზე განვიხილავთ დეპრესიის ანატომიას და რაც მთავარია, მასთან ბრძოლის ეფექტურ სტრატეგიებს. ნაწილი პირველი. რა არის დეპრესია? ბიოლოგიური ხედვა. დავიწყოთ დეფინიციით. კლინიკური დეპრესია, ანუ მაიორული დეპრესიული აშლილობა, არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის გრძნობებზე, აზროვნებასა და ქცევაზე. ბიოლოგიურ დონეზე დეპრესია დაკავშირებულია თავის ტვინში მიმდინარე ქიმიურ დისბალანსთან. საქმე ეხება ნეიროტრანსმიტერებს, ნივთიერებებს, რომლებსაც ინფორმაცია გადააქვთ ნეირონებს შორის. კვლევები აჩვენებს, რომ დეპრესიის დროს ირღვევა ისეთი მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერების რეგულაცია, როგორიცაა სეროტონინი, რომელიც არეგულირებს ძილს, მადას და განწყობას. დოფამინი, რომელიც პასუხისმგებელია მოტივაციასა და სიამოვნების განცდაზე. ნორადრენალინი, რომელიც გავლენას ახდენს ენერგიასა და კონცენტრაციაზე. გარდა ქიმიური ცვლილებებისა, დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური ცვლილებებიც ტვინში. მაგალითად, ხანგრძლები სტრესისა და დეპრესიის დროს შეიძლება შემცირდეს ჰიპოკამპუსის მოცულობა. ეს ტვინის ის უბანია, რომელიც მეხსიერებასა და ემოციებზეა პასუხისმგებელი. ნაწილი მეორე. სიმპტომები. როგორ ამოვიცნოთ? დეპრესია ქამელეონივითაა. ის თითოეულ ადამიანში განსხვავებულად ვლინდება, თუმცა არსებობს ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება. ემოციური სიმპტომები: მუდმივი სევდა, სიცარიელის განცდა, უიმედობა და ანჰედონია. მდგომარეობა, როცა ადამიანი კარგავს ინტერესს იმ საქმიანობების მიმართ, რაც ადრე სიამოვნებდა. ფიზიკური სიმპტომები: ქრონიკული დაღლილობა, ძილის დარღვევა, უძილობა ან გადაჭარბებული ძილი, მადის მკვეთრი ცვლილება და აუხსნელი ფიზიკური თქივილები. კოგნიტური სიმპტომები: კონცენტრაციის დაკვეითება, გადაწყვეტილების მიღების გაძნელება და ნეგატიური აზროვნების ლუპაში გაჭედვა. ნაწილი მესამე. როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას? კომპლექსური მიდგომა. დეპრესიის დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ ეს მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. განვიხილოთ მეცნიერულად დადასტურებული მეთოდები. პირველი ნაბიჯი: პროფესიონალური ჩარევა. ყველაზე ეფექტური გზა ფსიქოთერაპიისა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობის კომბინაციაა. კოგნიტური ბიჰევიორული თერაპია.